მათ ტრადიციას, ანუ სერჟანტი, ანუ არ უხევდი მათ ყავს ესე რომ ვთქვა. ესე იგი, მინდოდა ყოფილიყავი იმათნაირი კულტურის მატარებელი, მაგრამ თან უკეთესიც, რა თქმა უნდა, ცოტა ლოგიკურიც და ხანდახან არა ლოგიკურიც. რაღაც გარემო პირობებმა ესეთ დააჯინა, რომ ომის შემდეგ დაჭრილი ვიყავი და ცოტა ხნით ამ ჭრილობების გამო, ცოტა ისეთ არასაბრძოლო ქვედანაყოფში გადმოვედი. თან პლუს ახალ ჩამოსულიყავი ამერიკიდან უფრო განათლებულ სერჟანტად ვითვლებოდი და ამ საგანმანათლებლო ცენტრში, საკარანტინო ზონაში მოხდი ერთ-ერთი ასეულის სერჟანტად თუ არ ვცდები უკვე, მთლიანად პირდაპირ ესე ასეულის სერჟანტად 4 ასეული იყო მახსოვს. ჩემი მეგობრები თუ არ ვცდები, შეიძლება ვცდები ხა, მაგრამ არა უშავს. 20 სერჟანტი უეჭველი იქნებოდა. ხო და ესე იგი მახსოვს ჩვენ ვიკრიბებოდით ეს სერჟანტები, რაღაც ერთად შეკრულები ვიყავით და გეგმავდით თუ როგორ უნდა დაგვეზიანებინა. მაგრამ რაღაცები უკვე შეცვლილი იყო, წარმოიდგინე 4 წელია გასული თითქმის. შეცვლილი არის პრინციპები, აი თუნდაც ის ჩაჯდომა და იარაღი თავზე, ეს უკვე ამოღებულია, იმიტომ რომ მიიჩნეოდა რომ ეს იყო წამება და ძალიან ბევრი ტრავმა მოქონდა. შეცვლილი იყო აღჭურვილობა, უკვე იმ ეგრეთ წოდებულ ყაზარმაში სადაც ჩვენ გვეძინა, უკვე ძალიან კარგი პირობები იყო, კონდიციონერი იყო, წყალი უკვე, ანუ საერთოდ დუშებზე და ასეთ რაღაცებზე საუბარი აღარ იყო, ყვება. ყველაფერი იყო საუკეთესო ამათვის, მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად აი გვინდოდა რომ თან ამას არც არავინ არ გვიკრძალავდა ესე პირდაპირ, მაგრამ გვინდოდა რომ თქვენი მიდგომაც შეცვლილი იყო შესაბამისად. როგორ გვინდოდა, რა გვინდოდა, ისე ვიყავით გაეგოისტებული, რომ გვინდოდა რომ აი როგორ დავამსგავსოთ ჩვენ ყოფას. ანუ კი აქვთ ყველაფერი პირობა, მაგრამ ზედმეტად ხო არ დავსაჯოთ. გავიგე. და იყო რაღაც პიკი იყო სიგიჟეების, აი მაგალითად თუ შენ ხო გახსოვს სადაც არის წანის საწუნელი ბაზა. წარმოიდგინე ადამიანი, რომელიც ნამწს დააგდებდა, იქ სადაც არ უნდა დაეგდო, მოხდა ეგეთი, ჩემს არა სხვა ქვედანაყოფში და იმ ქვედანაყოფმა ეს ნამწვი ჯვარი რო არის, ხო იცი ზემოთ რუსთავში ავტოდრონის თავზე. დრომის თავზე თუ როგორც არის. მან დაასაფლავა, წარმოიდგინე მთელი ასეული ადგა გაასვენა, ბიამ სერჟანტის ეს ფანტაზია სად იყო, რომ წაიყვანეს და დაასვენეს ეს ნამწვი იქ ოფიციალურად, აი სირბილით წარმოიდგინე თან ეს არის რაღაცა ყველაზე კარგად გაწვრთნილი სპორტსმენისთვისაც არ არის მარტივი კი არა, რთულია ძალიან და თან რელიეფს ხო გააჩნია. ანუ ესეთ რაღაცებს ვიგონებდით, რომ ეგ შეიძლება ხ მაგაზე ვერ გედავებოდა, ხო, ნუ ვიტყოდი, რომ ეს რა სწავლებაში გადის. ძალიან ბევრი ეგეთი მე მაგალითად ყოველთვის რაღაცა ავიღებდი ხოლმე კონკრეტულ რაღაც კომანდოს ცეკვას ვეძახდით და მაგაში გამოსცას უტარებდი ჩემ თავსაც და ფიზიკურ მდგომარეობაში უფრო უკეთესში ვიყავი მე ვიდრე დანარჩენი ის ახალმოსულები და ამიტომ ჯობნდი ხოლმე ვარ და ერთხელ შემხვდა არ მახსოვს გვარი ანუ სპორტსმენი იყო სავარაუდოდ ნუ ყური ქონდა გადახილი და ანუ უეჭველი ჩემზე კარგად იყო მომზადებული და ანუ 250 საერთოდ არ ვერც ვიფიქრებდი რომ 250 ეს კომანდოს ცეკვას გავაკეთებდი და hello dalis ეძახდნენ კიდე რაღაც ეს იყო და წარმოიდგინე 250-ს რო გადავწდი ანუ ყველანი ვინც ვეღარ აკეთებდა უნდა დაწოლილიყო და ფეხები უნდა დაეწე და პრესის მილეთები უნდა გაეკეთებინა და წარმოიდგინე მთელი ეს ასეული ძირს წევს და ეს ტიპი და მე ვდგავარ და მე ზემოთ შემაღელ კიბერზე აგზელოს და აი კომანდოს ცეკვა როგორი იყო ჩვენ რასაც ვეძახთ ეს იყო აი შეხტომა აი ხელები ზემოთ ან შეგვიძლია ჩავდოთ ვიდეოში ანუ ზოგი რას ეძახდა ზოგი რას ანუ ეგ წარმოიდგინე დაახლოებით 600-ზე ავედით რა მე და ეს და ბოლოს რაღაცა მოვიგონე რა რომ რაღაც შენ ბიჭო იქ რატო არ გაქვს ფეხები რატო დაწექი რაღაცა და გადავიტანე ყურადღება და მე ისე გაუბრაზდი რომ ესეც და ნუ მიხვდა ყველანი რომ თან დავმარცხდი მაგრამ თან ცოტა ჭკვიანიც აღმოჩნდი რომ არ გავყევი იმას ბოლომდე და მე ის ტიპის სხვა ქვედანაყოფში გადავიყვანე იმიტომ რომ ხელს მიშლიდა და იყო ეგეთი მომენტებიც და გამოცდები იყო აი მაგრამ რაღაც აი მინდოდა რომ ყველა სამხედრო მოსამსახურესი იქ ვინც დარჩებოდა თუ წავიდოდა თავისი ეგრეთ წოდებული მემორია რაღაცა თავისი ისტორია წაიღო ჩვენგან და მახსოვს არ მახსოვს გვარი მახსოვს სამხედრო მოსამსახურე ეს მარშიზოს გადავალდებოდით და თუ იცი ეს ვენახში რო ბეტონის ისინი არის ბოძები ეგ ბოძი
გადატეხილი გზაზე ეგდო და ადგა და ესე მოისროლა რა. და ნუ ეხლა მე ხომ მახსოვდა რომ არ შეიძლება იქ შეეხო იქნებ დანაღმულია იქ დავსაჯეთ ჯარისკაცებს და ეს მიდიოდი კოჯორში. ანუ მე უკვე ხშირად გვიწევდა როგორც ინსტრუქტორს თვეში სამჯერ გვიწევდა ასვლა 36-38 კილომეტრია ზუსტად ანუ არც მეტი არც ნაკლები რა ამ ორი მასზე 38 თქვაც არის იქეთ აქეთ კოჯორში რო ახვიდე ჩამოხვიდე. და ამ მანძილს ფარავდით უკვე როგორც ინსტრუქტორები სამჯერ კვირაში. და ამ სამხედრო მოსამსახურემ ხო აიღო ეს და გადააგდო და ავაღებინე და დაჟჯის მიზნით ეს თან ვატარებინე გეგმაში ხონდა რომ ავიტანდით და ჩამოვიტანდით და აი მე ვინმე თუ დაინახავდა ამას აღარ გაიმეორებდა და ანუ მე ერთი დღე ორი დღე ერთი კვირა სასადილოში ანუ საერთოდ ერთი წამი არ დაეტოვებინა ეს იყო რაღაც სამაგალითო დასჯა ეძინა ოღონ არ ხუმრობ ანუ საწოლშიც ქონდა ეს ბეტონი იბანდა ბეტონის ბოძთან ერთად და ბოლოს რომ დავასრულეთ კარანტინამ გაუძლო ამ ბიჭმა და გადაიტანა ყველაფერი მთხოვა რა თუ შეიძლება წავიღებო სახში სიმბოლურად არ ვიცი ახლა სახში აქვს თუ არა ეს მაგრამ და ვაკვირდებოდით რა მაგალითად არ ვიცი რამდენად პირველი ვიყავი მაგაში მაგრამ 1 საათიანი დაახლოებით ცოტა ნაკლები გავაკეთებინე გადახვევა კურსს და ჩვენ ინსტრუქტორებზე ანონიმური ასე რომ ვთქვათ აზრი დავაწერინეთ, ამივეთ დაურიგეთ კალმები, ფურცლები და თქვენი ფიდბექი რომ ხო, ანუ ფიდბექი, ანუ რას ფიქრობდნენ, როგორ მიდიოდა კურსი, ორი კითხვა იყო რა, როგორ მოსწონდათ მიმდინარეობა კურსის და როგორ დაახასიათებდნენ სერჟანტებს. ანუ ის კი არა რამე რას შეცვლით არა, როგორ უბრალოდ თქვენი აზრი. ანუ 90% იყო მუხარა, რომ დასრულდება ეს კარანტინი და მე თქვენ ნახავთ. ანუ ზირთად იყო აი თვარაძე ვიცი სადაც ცხოვრობ და სადარბაზოში და იმიტომ რომ არის საკუთარ სახლში ცხოვრობდი და მაგით ხდებოდი რომ არის ოდნე საცხოვრობდი. ნუ აი ძირითადად იყო ეს და ხდებოდი რომ სწორი მიმართულებით მივდიოდი. ნუ მაშინ ესე იყო. ეხლა შეიძლება ფიქრობ ეგრე იყო, მაგრამ ეგრე იყო საჭირო, მაგრამ ნუ რაც იყო ჩვენი განათლება და რაც საჭიროება ჰქონდა, მაგას ვაკეთებდით ესე რომ ვთქვი. აი რასაც კურსანტობის დროს ვერ ხვდებოდი, რატო გიკეთებდნენ რა დროს გაანალიზე რომ ეგ საჭირო იყო და ყველაფერი გადაიტანე შენს იმაში რა ქვია როგორც უკვე ინსტრუქტორი ყველა მეთოდი ყველა ვერ გადავიტანე და არ გადავიტანე უკვე ვახსენე რატო იმიტომ რომ სხვადასხვა პირობები დაგვხვდა სხვადასხვა პირობები იყო მაგრამ გამომადგა თუ არა კი ანუ იყო რაღაც მომენტები როდესაც აი ძილის მომენტები გამომადგა იყო რაღაცები ალბათ რაც ვერ გავიაზრე სად და როგორ მაგრამ ანუ უკვე ჩემს სამოქალაქო მეგობრებთან თუ სხვებთან შედარებით ასე რომ ვთქვათ ვგრძნობდი ჩემს უპირატესობას და იყო ესეთი მომენტი ყველაზე მეტად რა დამჭა ეხა რა კარგი როგორც აი მე ხო ვარჯიშობდი მანდ ჩხუბობდი და წვრთნელი ყოველთვის გვეუბნებოდა რომ თქვენ შედარებით სხვებთან გაქვთ უფრო მეტი ძალა ანუ თქვენი დარტყმით შეიძლება ადამიანს რაღაც მოტეხოთ ან რაღაც დაუზიანოთ, ამიტომ თქვენ უკიდურეს შემთხვევაში იყენებთ ამ თქვენ ძალას. ეს რაღაც სპორტული ის არის ღირებულება, რომ აი შენ თავი არ წარმოაჩინო, არ გამოიყენო ცუდად შენი ძალა, ესე რომ ვთქვათ. და ჯარში ყველაზე მეტად რაც დამახსოვდა იყო მომენტი, როდესაც რა თქმა უნდა გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ განსხვავდებით უკვე თქვენი ვარცხნობით, თქვენი რუჯით, თქვენი ჩაცმულობით, მოძრაობით და თქვენ უნდა განსხვავდებოდეთ თქვენი დისციპლინით, თქვენ ვიღაც თქვენ ამას დააგდოთ, არამედ ვინმე რომ დააგდებს, აიღოთ ბოლოს და ბოლოს მოაწესრიგოთ, თქვენ გაქვთ უკვე ცოდნა, რომ დავუშვათ ვიღაც გადაარჩინოთ პირველად დახმარება ჩაუტაროთ მოძრაობის, ანუ რაღაც ავარიის შემთხვევაში, რა ბევრი რაღაცა დაგვანახეს, რომ შეგვეძლო და გააზრებულად ქონა, რომ დავდიოდით, თითქოს მზად ვიყავით, რომ საზოგადოებაში ის ნაწილი ყოფილიყავით, ვინც პირველად დახმარებას გაუწევდა ან რაღაც რეაგირებას მოახდენდა საზოგადოების ქუჩაში თუ სადმე სხვაგან. მაგრამ ყველაზე მეტად კარგად დამახსოვდა ის, რომ ჩვენში ჩადეს ის ძალა და ის განათლება, რაც ყველას არ აქვს. და ეს უნდა დაგვეცვა და რა იყო ამაში აზრი, რომ ანუ კონფლიქტს არაფერი არ უდგას, შეგიძლია ჩვეულებრივად ნებისმიერ ტაქსის მძღოლთან იქნება, გამყიდველთან თუ ანუ ხელოსანთან, ნებისმიერთან
მოგივიდეს კონფლიქტი და მოერიო დაუშვათ ხო შენი რაღაც ფიზიკური მომზადება უფრო ძლიერი აღმოჩნდეს. მაგრამ ძალიან მარტივია, მანაც ისეთ სიტუაციას რაღაც სახელოსნოში ვიღაცამ დაუშვათ რაღაც ჩაგარტყას რაღაც ჩაკუჩი და იქვე დაასრულო შენი კარიერა. ან ჩვენ გვასწავლდნენ თუ როგორ უნდა მოუბრთხილდეთ იმას, რაც გვასწავლეს. ანუ შეიძლება და საერთოდ ფიზიკურადაც ვიღაცა მოგრეოდა, მაგრამ ჩვენ ისეთი ცოდნა გვქონდა, რომ ეგ ის ვერავს ვერ შეიძლება. ფასეულ ჩვენი ფასი დაგვანახეს, ესე ვთქვა და როგორ დაგვეცვა ეს ყველაფერი. და რაღაცნაირად ჩემში ესე მოხდა, რომ იმ დღიდან მაქსიმალურად ვერიდები კონფლიქტს, რომ თითქოს რაღაც მან წავაგებ თუ ვიღაცის თუ შევალ კონფლიქტში და რომ დააკვირდა მე უფრო გავითავისე ეს ყველაფერი, რომ აი უცხოურ ძალას შეიძლება ანუ როდესაც ბრიგადის სერჟანტი ხარ, ან რაღაც ქვედანაყოფის სერჟანტი ხარ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაც პროვოკაცია მოგიწყოს შიდა თუ გარე ძალებმა და შენ წარმოაჩინო შენი თავი ან უღირსად, ან უბრალოდ დამარცხდეს, ან დაზიანდე, ან უბრალოდ ისეთი უღირს საქციელი ჩაიდინო, რომ თუ შენი ქვედანაყოფისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, ჩამოგაშორონ, ან აი ძალიან მარტივად შენს ქვედანაყოფს და იმ პოზიციას, რისთვისაც შეიძლება მთელი ცხოვრება იბრძოდე.